ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება შესაძლოა გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით მიიღოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავაც უარესდება საქართველოში და რომ ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პირადი თავდასხმები მიუღებელია და დიპლომატიაში ამის ადგილი არ არის. კაია კალასის თქმით, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად წარადგენს, რაც შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირს უვიზო რეჟიმის ზოგიერთი ჯგუფებისთვის გააუქმოს. როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომლითაც მარტივდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს. 13 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ათეული ჰესის, ქარის და მზის ელექტროსადგურის პროექტის თაობაზე პირდაპირი კონტრაქტები შეწყვიტა. განკარგულების მიხედვით საუბარია საერთო ჯამში 1,7 გიგავატის მოცულობის ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც განვითარების ადრეულ ეტაპზე იყო და მათზე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შესაბამისი მემორანდუმები გაფორმებული არ იყო. ამ პროექტებზე სახელმწიფო ხელშეკრულებების გაფორმებას პირდაპირი კონტრაქტის მექანიზმით გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროექტებზე არ არსებობს მათზე გაფორმებული ხელშეკრულებები, ხდებოდა მათი გათვალისწინება მომავალი წლების ენერგობალანსში და საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიან გეგმაში. შესაბამისად, აღნიშნული პროექტების მიერ დაკავებული ტერიტორიები მიიჩნეოდა დაკავებულად. შეწყვეტილ პროექტებს შორისაა გორი ჰესის, გუჯარულა ჰიდროს, სმარტ ენერჯისა და ჯამში, რამდენიმე ათეული ჰესის, ქარისა და მზის ენერგოპროექტები. 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში წლიურად 6,8%-ით გაიზარდა და 2,5 მილიონი მოგზაური შეადგინა. ამის შესახებ გალტენდაკარტის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. მიმოხილვის მიხედვით აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 9%-იანმა მატებამ განაპირობა. მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 1,4%-ით შემცირდა. გალტენდაკარტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ მთლიანი მაჩვენებლების ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების 13%-იანმა მატებამ რუსეთიდან, რომელსაც მოყვება ვიზიტორების 16,7%-იანი ზრდა ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან 33,2%-ით, ისრაელიდან 18,2%-ით და ჩინეთიდან 47,4%-ით. ამასთან ვიზიტორთა შემცირებაა ირანიდან 33,7%-ით, სომხეთიდან 4,4%-ით და თურქეთიდან 1,4%-ით. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით, რამაც საერთო მაჩვენებლის 59,7% შეადგინა. საჰაერო გზით შემოვიდა ვიზიტორთა 39,5% ჯამურად. გალტენდაკარტის ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 5,3 მილიონ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 4,3 მილიონი, ხოლო ერთდღიანმა ვიზიტებმა 1 მილიონი შეადგინა. გალტენდაკარტი ფულადი გზავნილების პროგნოზს ზრდის. საინვესტიციო ბანკის შეფასებით წელს ქვეყანაში უცხოეთიდან 3,6 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც 100 მილიონით მეტია წინა პროგნოზზე. პროგნოზის გადახედვა კი 9 თვის ფაქტობრივმა მაჩვენებლებმა განაპირობა. სების მიხედვით 2025 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 12,1%-ით გაიზარდა 317,8 მილიონ დოლარამდე. წინა თვის წლიური 10,7%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან +12,1%, ამერიკის შეერთებული შტატებიდან +21,7%, რუსეთიდან 10,2%, ისრაელიდან +12,6% და თურქეთიდან +14,3%. ამასთან სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა ყირგიზეთიდან 6,3%-ით და ყაზახეთიდან 6,1%-ით. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 6,4%-ით არის გაზრდილი და 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Საქსტატის მონაცემებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 0.2%-ით შემცირდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 4.4%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიის აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში 10.7%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფში ფასები არ შეცვლილა. 2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ექსპორტმა 5 მილიარდ 150 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 7.7%-ით მატებას ნიშნავს. ექსპორტის ზრდაში ყველაზე დიდი წილი ავტომობილების რეექსპორტს ჰქონდა. იანვარ-სექტემბერში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 82,500 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თანხობრივად ავტოექსპორტი 14%-ით, რაოდენობრივად კი 3,900 ავტომობილით არის გაზრდილი. 2024 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების ავტომობილები რეექსპორტზე ყირგიზეთში გავიდა, მეორე ადგილზე კი ყაზახეთია. ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ გასული 9 თვიდან სექტორისთვის განსაკუთრებით მზარდი მესამე კვარტალი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო იყო მესამე კვარტალი, იგივე ეს ზაფხულის პერიოდი და სექტემბერიც რეკორდული გაყიდვები დაფიქსირდა. საავტომობილო პროფიციტი ამ წუთას ნამდვილად არ გვაქვს და თუმცა ისიც შემიძლია ვთქვა, რომ დეფიციტსაც არ ველოდებით, რაც მოთხოვნა და მიწოდება ბალანსშია. ისევ ყაზახეთი და ყირგიზეთი ლიდერობენ. არის ასე ვთქვათ პერსპექტივა იგივე ტაჯიკეთის მიმართულებით, იმიტომ რომ იგივე მათი შიდა მონაცემების რო შევავლოთ თვალი, ათასობით ავტომობილი შედის მეორადი ქვეყანაში, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს მოწინავე ნამდვილად არ არის. ჩვენ ყოველ შემთხვევაში აქ ხედავთ განვითარებას. რაოდენობრივად გადის ბევრი მანქანა ამ პერიოდში საქართველოსდან და ეს გაგრძელდება ალბათ ეს ტენდენცია დეკემბრის ჩათვლით. თებერვლიდან დაახლოებით მაისამდე ალბათ ისევ ნელ სლოუზე გადავა გაყიდვებით. კლების ტენდენცია გრძელდება ნატურალური ღვინოების ექსპორტში. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 12%-ით ნაკლები ჯამში 190 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავყიდეთ. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2025 წელს საექსპორტო მაჩვენებლების კლება მოსალოდნელი იყო, რადგან 2023 წლის ბოლოს რუსეთში აქციზის გაზრდამდე ქართულმა კომპანიებმა დიდი მოცულობებით ექსპორტი განახორციელეს. თუმცა მათი თქმით, ექსპორტის კლება სხვა პრობლემებზეც მიუთითებს, რაზეც სახელმწიფომ უნდა იფიქროს. შემცირება 10%-ით თუ ცოტა მეტით შეიძლება არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მარტო ციფრებს თუ შევხედავთ, მაგრამ ხედავთ, რომ დარგში გვაქვს სერიოზული პრობლემები. წლევანდელმა ფერმერს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უბრალოდ სისტემა გვაქვს მორღვეული, ანუ სისტემა არ არის აწყობილი, გვაქვს ცალკე ყურძენი, რომელიც თვალებში არავინ არ ყიდულობს. სახელმწიფოს გარდა გვაქვს ღვინის კომპანიები, რომლებიც ეძებენ კარგ ყურძენს, მაგრამ ვერ შოულობენ ის, რაც უნდათ ყოველთვის. გვაქვს ძალიან დიდი ჩავარდნა სისტემის გარდა, ძალიან დიდი ჩავარდნა ხარისხის მიმართულებით, ხოლო ექსპორტის შემცირება გაზდა არა, რომელ ქვეყნებში იზრდება, რომელზე მცირდება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე დავაკვირდეთ ქართული ღვინის იმიჯს, რომელიც პირდაპირ მიბმულია ქვეყნის იმიჯზე და თუ ქვეყნის იმიჯს რაღაც წყალი შეუდგა, ეს პირდაპირ ღვინოზეც იმოქმედებს და ამას სტატისტიკაში რამდენიმე წლის მერე ვნახავთ. ტრადიციული კლებაა ფეროშენადნობების საექსპორტო მოცულობებშიც. 2025 წლის 9 თვეში 153 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. გასულ წელთან შედარებით 33%-ით ნაკლები. ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ დარგში ისევ მძიმე მდგომარეობაა, რასაც გლობალურად არსებული დაბალი ფასი განაპირობებს. მისი განცხადებით, საწარმოების ნაწილმა მუშაობა ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის დაბალი ღირებულების გამო განაახლა, თუმცა სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში უმეტესობა ისევ გაჩერდება. უშინ ზუსტად უკრაინაში დაიბომბა ის მაღაროები, სადაც ხდება ნახშირის მოპოვება, შესაბამისად ეს ამას შეიძლება დეფიციტი გააჩინოს ნახშირის და კოქსტრულას ბაზარზე, რაც თავისთავად ფასის ზრდას გამოიწვევს და ფასის ზრდა უკვე ნახშირზე და კოქსტრულაზე გამოიწვევს თვითღირებულების ზრდას ფეროშენადნობებზე. წარმოიდგინეთ ელექტროენერგიაზე ფასი მაღალი,
სხვანედლეულზე მათ შორის ვთქვათ, იგივე ნახშირზე და კონსტრუქციაზე ფასი მაღალი, ეს უკადის იმას, რომ ფასი კიდევ უფრო თვითღირებულების ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და ამის ფონზე ძველი დარჩენილი ფასი მუშაობა წარმოუდგენელი გახდა. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიას, აქ პირველ ადგილზე ყირგიზეთია მილიარდი დოლარით, რაც ფაქტობრივად სრულიად ავტოექსპორტს უკავშირდება. მეორე პოზიციას კი ყაზახეთი იკავებს 658 მილიონი დოლარით. მესამეზე კი რუსეთია 553 მილიონი დოლარით. ექსპორტის პარალელურად ზრდა იმპორტის მაჩვენებლებშიც. 9 თვეში საქართველოს მუცხვეთიდან 13 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც გასულ წელთან შედარებით 9.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საიმპორტო ქვეყნებში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, საიდანაც საქართველოს მეორად ავტომობილებს ყიდულობს. მეორე ადგილზე თურქეთია, რომელსაც ჩინეთი მოსდევს. საქართველოში, სადაც ღვინო მხოლოდ სასმელი კი არა, ქვეყნის იდენტობის ნაწილია, ღვინის ინდუსტრიაში ახალი ეტაპი იწყება. ბაკურციხეში კახეთის სტრატეგიულ გზაგასაყარზე კომპანია ასკანელმა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბრენდე ღვინის ქარხანა აამოქმედა. გახსნაში მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუსლა, ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე და TBC ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. ქარხნის არქიტექტურა, რომელიც უკვე ბაკურციხის ახალი იდენტობად იქცა, ფრანგ არქიტექტორ ანუკ ლეჟანდრის ეკუთვნის, იმავე ავტორს, რომელმაც ბორდოში ღვინის სიმბოლოდ ქცეული ლასიტე ზიუვინ შექმნა. ყველა ახალი საწარმო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დარგისთვის, ვაზისა და ღვინისთვის, ქართული ვაზისა და ღვინისთვის და ფიქრობ, რომ მსგავსი ინვესტიციები კიდევ უფრო წინ წაიყვანს ქართულ მეღვინეობა-მევენახეობას, კიდევ უფრო გაუთქვავს სახელს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ როგორც ღვინის, ასევე სხვა ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების, როგორიც არის ბრენდი, ჭაჭა, მათი ხარისხი, მაღალი ხარისხი და მათი წარმატება საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც კიდევ ერთხელ მსგავსი ინვესტიციები და მსგავსი თანამედროვე ქარხნები ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების ხარდაჭერა, რადგან ერთის მხრივ ჩვენ უწყობთ ხელს რეგიონის განვითარებას და მეორეს მხრივ ღვინის და ზოგადად სპირტიანი სასმელების ხარისხის გაუმჯობესებას. ობიექტი მისი მდებარეობის გამო რეგიონულ აგროინდუსტრიულ ჰაბად ყალიბდება. პროექტი, რომლის პირველი ეტაპის ინვესტიცია 20 მილიონი ევროა, თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით რეგიონულ აგროინდუსტრიულ ჰაბად ვითარდება, სადაც ადგილობრივი მევენახეები ჩაბარების სტაბილურ წერტილსა და საიმედო პარტნიორს პოულობენ. საბრენდე ღვინის ქარხანაში 100-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი, ხოლო საწარმოს წლიური სიმძლავრე 22,000 ტონა ყურძნის გადამუშავებას უზრუნველყოფს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ცისტერნებით, რომლებიც ფერმენტაციისას იდეალურ ტემპერატურას ინარჩუნებენ. სწორედ აქ იქმნება ის საბრენდე ღვინის მასალა, რომელიც ხარისხისა და სიზუსტის ნიშანია. საწარმოში დამონტაჟებულია დისტილაციის ორი სისტემა, უწყვეტი და პერიოდული, რომლებიც დღეში 120 ტონა ღვინის დამუშავების საშუალებას იძლევა. ყოველთვის იყო ხოლმე რაღაც თხოვნა გლეხებისგან, რომ აი ამ ლოკაციაში როგორღაც გაჩენილიყო საინტერესო საწარმო. და ჩვენ ეს მაგიტომ ავარჩიეთ ეს ადგილი, იმიტომ რომ არ არის მარტივი, შეიძლება გააკეთო ყვავილში, მაგრამ იქ ვერ მიიღო ის რაოდენობა ყურძენი, გესმით, ამ მხრივ ჩვენ აბსოლუტურად გავხსენთ ის დიდი არეალი, სადაც შეგვიძლია რომ ბევრი ყურძენი გადაამუშავოს ამ საწარმო. მთელი ციკლი არის ყურძნის მიღებიდან, თავისი ბოლო ეტაპი არის სპირტის მიღება. აქ ველოდებით კიდევ რამდენ უწყვეტ სახთაც რამოდენიმე და ბოლო 1-2 თვეში დამონტაჟდება და უფრო საინტერესო სანახავი იქნება. პროექტი აქ არ სრულდება. ბაკურციხის კომპლექსის მეორე ეტაპზე ღვინის მუზეუმის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის არქიტექტორიც კვლავ ანუკ ლეჟანდრია. მუზეუმი ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას მიეძღვნება კულტურას, რომელიც კაცობრიობის ღვინის რუკაზე ერთ-ერთ უძველეს კვალად დარჩა. ინტერაქციული ინსტალაციებით, სინათლისა და ხმის დიზაინით სივრცე სტუმარს არამხოლოდ წარსულს მოუყვება, ამოგზაურებს დროში, აჩვენებს როგორ იბადება ღვინო, როგორ იცვლება გემო საუკუნეებთან ერთად და როგორ ინარჩუნებს საქართველოს საკუთარ ტონს მსოფლიო მრავალფეროვნებაში. კომპანია ასკანელის მიზანი კი ის არის, რომ აჩვენოს ქართული ღვინო მხოლოდ მემკვიდრეობა კი არა, ცოცხალი ისტორიაა, რომელიც დღემდე იწერება იმ მიწაზე, სადაც მტევანი ჯერ კიდევ საუბრობს.
შემოდგომიდან უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება. სექტემბერში თბილისში 4014 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამურად კი 9 თვეში დედაქალაქში სულ 29781 ბინა გაიყიდა, რაც 1%-იანი ზრდაა. კოლიერ ჯორჯიაში ამბობენ, რომ შემოდგომაზე უძრავი ქონების გაყიდვების გააქტიურება ბაზრის მონაწილეებში მოლოდინების შედარებით გაუმჯობესებას უკავშირდება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გასულ თვეს ზრდა დაფიქსირდა როგორც დეველოპერების მიერ გაყიდული ბინების, ასევე მეორადი ბაზრის მიმართულებით. ტრანზაქციების რაოდენობა სექტემბერში გაიზარდა 15% დაახლოებით, და იყო ყველა ტიპის პროექტი, როგორც ძროში, ასევე ახალში პირველ და მეორე ბაზარზე და მთლიანად წლიურ ჭრილში გვაქვს 1%-იანი ზრდა ტრანზაქციების. პირველი 4 თვის განმავლობაში იყო კლება ჯამურად და ბოლო 5 თვის განმავლობაში მხოლოდ აგვისტოში იყო კლება, დანარჩენი თვეები უკვე ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა. მიზეზი ყველაფრის სავარაუდოდ არის პოლიტიკური ვითება ქვეყანაში. პირველი 4 თვის განმავლობაში უფრო დაძაბული იყო პოლიტიკური ვითარება, რის გამოც ტრანზაქცია შემცირებული და შემდეგ უფრო დასტაბილურდა და შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესდა მოლოდინები ბაზრის პერსპექტივებთან დაკავშირებით. ზაფხულის შემდეგ გააქტიურებულ მოთხოვნაზე საუბრობენ უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლებიც. როგორც უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ, როგორც სექტემბერში, ასევე ოქტომბერში ბინების რეალიზაცია გაიზარდა, რაც მათი შეფასებით მათ შორის დეველოპერების მხრიდან გააქტიურებულ შიდა განმადებებს და შეთავაზებებს უკავშირდება. სექტემბრის თვიდან შეინიშნება უკვე აქტიურობა, ბევრად უფრო მეტი ზაფხულის სეზონთან შედარებით. მოგეხსენებათ, რომ წინა საახალწლო პერიოდიც გვიახლოვდება და ეს რაღაც დაკავშირებული არის მაინც უფრო შენაძენებთან, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი და რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი იწყება ეხლა დაახლოებით ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში, როცა მაქსიმალურ შედეგებს აღწევს ხოლმე გაყიდვები, როგორც დეველოპერების, ასევე მეორად ბაზარზე. ზოგადად დეველოპერების კუთხით უფრო მეტად შეინიშნება აქტიურობა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ის მოქნილი პროდუქტები, რაც ბაზარზე არსებობს დეველოპერების მხრიდან, ბევრად უფრო მიმზიდველია მოსახლეობისთვის, ვიდრე მეორეულ ბაზარზე ბინის შეძენა, რომელიც დაკავშირებულია მაინც ერთიანი თანხის მობილიზებასთან და ცხადია, დეველოპერები უფრო აქტიურობენ იმ კუთხით, რომ მეტი გაყიდვები აქვთ სწორედ ამ პროდუქტებიდან გამომდინარე. უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერებმა შიდა განმადებები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურეს, რაც ბანკებმა იპოთეკური სესხების გაცემა გარკვეულწილად შეანელეს. წელს 8 თვეში საბანკო სექტორმა სულ 32565 ახალი იპოთეკური სესხი გასცა, რაც წლიურად თითქმის 13.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ გააქტიურებული შიდა განმადებები ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით სისტემურ რისკს არ წარმოადგენს, თუმცა სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ნაკლებად ჯანსაღი პრაქტიკაა ბაზარზე გამოჩენილი შედარებით გრძელვადიანი 10 წლიანი შიდა განმადებები, რაც მარეგულირებლის შეფასებით გარკვეულ რისკებს შეიცავს. როგორც წესი, ჯანსაღი პრაქტიკა არის, რომ მშენებლობის პროცესში აკეთებენ მოქალაქეები ამ შენატანს და შემდეგ დასრულებისას გადადიან ბანკში და იღებენ იპოთეკას, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკას ახასიათებს გარკვეული ციკლური პროცესი და შეიძლება აღმოჩნდეს მცირე შოკები, რაც ჩვენ ეკონომიკაში არაერთხელ ყოფილა და მასში როცა მათ დაჭირდებათ ბანკში გადასვლა და რეფინანსირება ამ შიდა განმადების, შეიძლება იმ მომენტში არ იყოს ეს ხელმისაწვდომი. ამიტომ ეს რისკები არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სისტემური რისკი, რაც ფინანსურ სტაბილურობას შეუქმნის, სასამართლო სექტორს შეუქმნის პრობლემას, მაგრამ ეს ცალკეული მოქალაქეებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი პრობლემა. ამიტომ როცა ისინი აკეთებენ შიდა განმადებებს, შეხედონ მის ვადიანობას, ბაზარზე გამოჩნდა, ასე ვთქვათ, 10 წლიანი შიდა განმადებაც კი, რაც ვფიქრობ, რომ არის ნაკლებად ჯანსაღი პრაქტიკა, იმიტომ რომ ვთქვათ, 3 წლის განმავლობაში ეს ბინა სრულდება და მე აღმოჩნდება, რომ ამ დეველოპერმა უნდა იზრუნოს, რომ ამოიღოს ამ მოქალაქეებისგან ეს ბინა. იმაზე, რომ დეველოპერების მხრიდან გააქტიურებული გრძელვადიანი შიდა განმადებები გარკვეულ რისკებს შეიცავს, საუბრობენ თავად უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლებიც. თუმცა ამბობენ, რომ მსგავს პრაქტიკას ბაზრის მცირე ნაწილი მიმართავს. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ბაზარზე ამ მიმართულებით რისკების შესამცირებლად აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების მიმართულებით რეგულაციები შეარბილოს. როდესაც ბინის მყიდველს ამხელა კაპიტალი აქვს, საკუთარი კაპიტალი აქვს ჩაბანდებული ბინის შეძენაში, როდესაც მინიმუმ 50% უკვე გადახდილი აქვს დასრულებისას, ანუ მისი დეფოლტის რისკი ძალიან დაბალია და ასეთი განმადება არის ჯანსაღი.
ცოტა საფრთხილო არის ესეთი განმადებები, როდესაც მშენებლობის პროცესში შემოდის მაგალითად 10-დან 20%-მდე თანხის და ბოლოში ხდება 80%-ის გადახდა ერთიანად. ანუ აქ უკვე აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეს კლიენტი, რომელსაც 20% გადახდილი აქვს, წესით ადვილად უნდა გადავიდეს ბანკში, აიღოს იპოთეკური სესხი და ამით მოხდეს მისი დაპყრობა. თუმცა თუ მოხდება იპოთეკური დაკრედიტების რეგულაციის ერთგვარი შერბილება დეველოპერული სექტორისთვის, ამ შემთხვევაში ამ განმადებების დიდი ნაწილი უკვე გადავა მშენებლობის პროცესშივე საბანკო კრედიტში, ანუ იპოთეკურ სესხებში. რაც თავისთავად კარგი მოვლენა არის, იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ გააჩენს ლიკვიდობას, დამატებით ლიკვიდობას თავად სექტორში და მეორე მხრივ გამოიწვევს ინგლისური ტერმინოლოგიით ვთქვათ de-risking-ს ამ დებიტორული დავალიანების. გრძელვადიან, ანუ 10 წლამდე განმადებებს მხოლოდ რამდენიმე დეველოპერი თავაზობს დღესდღეობით დაინტერესებულ პირებს. ეს რეალურად გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ლიკვიდურობის კუთხით, ანუ ყველა დეველოპერს არ აქვს იმის საშუალება, რომ გადაავადოს თანხის შემოსვლა მშენებლობის დასრულების შემდეგაც და უფრო ვიტყოდი, რომ დეველოპერების ინდივიდუალური გადაწყვეტილება მსგავსი პროდუქტის ბაზარზე გამოტანა. Colliers Georgia's მონაცემებით სექტემბერში უძრავი ქონების ბაზარზე 309 მილიონი $9 ტრანზაქციები შესრულდა. ბაზრის ზომა წლიურად თითქმის 62 მილიონით არის გაზრდილი. წელს 9 თვეში კი ბაზარზე ჯამში 2 მილიარდ 270 მილიონი $-ის გარიგებები დაიდო. 2025 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა და 1895 ერთეული შეადგინა. ბაზრის ზომა კი 68.3%-ით 116 მილიონ $-მდე გაიზარდა. Colliers Georgia's საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.2%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე $1327 შეადგინა. განახლებაში მითითებულია, რომ ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 55.1%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 8.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის სექტემბერში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 17.6%-ით მოიმატა. Colliers Georgiaში აღნიშნავენ, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 37.1%-ით გაიზარდა. ძველი ბინების შემთხვევაში კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 58.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 13.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალზე თურქულ კონტრაქტორთან ხელშეკრულება აღარ შეწყდება. კომპანიას ერთი თვე აქვს, რათა გზის დარჩენილი 3 კილომეტრიანი მონაკვეთი დაასრულოს. საუბარია კომპანია პოლატიოლზე, რომელთან დაკავშირებითაც ივლისში ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ კონტრაქტი შეწყდებოდა და გზას სხვა კომპანია დაასრულებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და მას ერთი თვის ვადა მიეცა, რათა დაასრულოს 3 კილომეტრიანი გზა, რაც მდინარე სუფსაზე ხიდის მშენებლობას მოიცავს. თურქულმა კომპანია პოლატიოლმა აღნიშნული გზის სამშენებლო ტენდერში ჯერ კიდევ 7 წლის წინ 2018 წელს გაიმარჯვა და მასთან 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმდა სამშენებლო ხელშეკრულება. კონტრაქტის თანახმად მას სამუშაოები 24 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა. კომპანიას სულ 14 კილომეტრიანი გზა უნდა ეშენებინა, საიდანაც 5 კილომეტრი 2022 წელს გაიხსნა, 2023 წელს კი დამატებით 6 კილომეტრი, თუმცა მას გზის ყველაზე რთული მონაკვეთი ამ დრომდე არ აქვს დასრულებული, რაც მდინარე სუფსაზე ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის დასაწყისში გაირკვა, რომ კომპანიას დასაქმებულთა წინაშე სახელფასო დავალიანება ჰქონდა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, კომპანიამ სახელფასო დავალიანების ნაწილი დაფარა და მას სამუშაოების დასასრულებლად ერთი თვის ვადა განესაზღვრა.
ღვარცოფის გამო ენგურხესის კუთვნილი გარკვეული ინფრასტრუქტურის დაზიანება ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე გავლენას არ ახდენს. განმარტებას კომპანიის მენეჯმენტი გავრცელებულ ინფორმაციაზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც 22 სექტემბერს ღვარცოფმა ენგურხესი დააზიანა. უხმანალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა ენგურხესის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე. შესაბამისად, ხაზგასმით გვაცხადებთ, რომ ენგურხესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს. საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ნათქვამია განცხადებაში. ის რომ ღვარცოფმა ენგურხესი დააზიანა, თავად კომპანიამ გაახადა საჯარო და სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო კომპანია 74,000 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვდა ნებართვას. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსულმა უხმანალექმა და მდინარე ოყორანესა და თომის ღვარცოფულმა მოვარდნამ ჩამოიტანა დიდი ოდენობის ქვაღორღის მასა და ხეები, რამაც გამოიწვია ენგურხესის სადერივაციო გვირაბის მეშვიდე შტოლნის მიმდებარე ტერიტორიის და მეშვიდე შტოლნაში შესასვლელი კარების ჩახერვა, მდინარე ოყორანისა და მდინარე თომის კალაპოტების გავსება, ასევე ენგურხესის ძალოვანი კვანძიდან თაღოვან კაშხლამდე მიმავალი საინსპექციო გზის დაზიანება. მთავრობამ ქუთაისში მდებარე შპს LG და კომპანიას დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ქონების გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტის თანახმად გადაწყვეტილება ნარკომანით დაავადებულ პირთა სავალდებულო მკურნალობის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს. გამოსასყიდი ქონების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 8 მილიონ ლარს. ქონების გამოსყიდვას საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მართვაშია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოებს იწყებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებულ საჯარო ბიბლიოთეკას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟირო სისტემების მოწყობა. მოწყობა მრავალფუნქციური სივრცე სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა. კიდე ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება ქუთაისს და ეს არის მოსავლე ახალგაზრდობის პარკი, რომლის რეაბილიტაციაც დაიწყება უახლოეს დღეებში. ასევე მნიშვნელოვანი არის და ძალიან აქტუალური ვფიქრობ ქუთაისისთვის ქუთაისის ცენტრალური ბიბლიოთეკის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, რომელიც ასევე რამოდენიმე დღეში დაიწყება ამ შენობისარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად ვიმყოფებით ახალგაზრდობის პარკში, სადაც გადმოგვეცა უკვე საჩუქრად ამ პარკის სრული პროექტი და იგეგმება უკვე ძალიან ახლო მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ასევე ბიბლიოთეკის შენობის პროექტირება შეთანხმდა და უკვე დაიწყება ასევე სამშენებლო სამუშაო და ცალკე კიდევ ვიხილავთ ნიუპორტის და მთლიანი კვარტლის გეგმარებით და არქიტექტურულ კონკურსის საკითხებს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოცხადდება.